მოგესალმებით, პატივცემულო მაყურებლებო. დღეს ჩემი გადაცემა ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძის საავტორო გადაცემა სიყვარულის მატარებლები გადის. ჩემი სტუმარი ტრადიციულად საღამოს 6 საათზეა და როგორც იცით უკვე ორშაბათს, ყოველ ორშაბათსა დღევანდელი ჩემი სტუმარი გახლავთ მშვენიერი ქალბატონი, ახალგაზრდა მხატვარი და ჩამოგიტვით მის რეგალიებს ქალბატონი თამარ ფეიქრიშვილი. პროფესიით გახლავთ სცენოგრაფი და ახალგაზრდა მხატვართა შემოქმედების კავშირის თავმჯდომარე, კრეატიული განათლების სამხატვრო სტუდიის დამფუძნებელი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, რუსთავის მხატვართა გაერთიანების გამას წევრი, ხო, ქალბატონი თამარ და თბილისის არტ მეგობართა კავშირის წევრი. ქალბატონ თამარს აქვს მრავალი დიპლომი, ასევე აქვს ძალიან ბევრი მადლობები და დღეს მოვიწვია მე ფსიქოლოგმა, რომელიც აქტიურად უმუშაობს ადამიანებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან და მოზარდებთან და დღევანდელი ქალბატონ თამარის მოწვევის სტუმრად ზუსტად მიზეზი სახელდება ეს. ძალიან არის გახშირებული ძალადობა და ხელოვნება ერთ-ერთი მალამოა იმისათვის, რომ ჩვენ მივეხმაროთ ადამიანებს, ახლოს ვიყოთ მათთან და გული გავოთქვოთ პატარებს. მოგესალმებით, ქალბატონო თამარ, როგორ ბრძანდებით? უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გაჟღერებისთვის, რაც ეხება მომავალ თაობებს. დიახ. მე ძალიან ისეთი შეკითხვები მექნება დღეს თქვენთან, ერთ-ერთ ახალგაზრდა ქალბატონთან, ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს სხვადასხვა დაჯილდოებებზე თუ გადაცემებზე და გვისაუბრია თქვენი ხელოვნების შესახებ, თქვენი მოზარდების შესახებ სხვადასხვა ტელევიზიებში და დღეს ჩვენ ქართული ტივის აი ამ საოცარი ტელევიზიიდან, სადაც შესაძლებელია ვისაუბროთ იმ მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც დღეს ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მტკივნეულია, ასე გახშირებული ძალადობა, მე ფსიქოლოგი ვარ და ამას ვერავული გვერდს და ხშირად ვსაუბრობ ამაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდები, ჩვენი იმედი, ჩვენი მომავალი, გენოფონდი და მინდა მე თქვენ გკითხოთ. თქვენ გაქვთ თქვენი სტუდია, მე ნახე თქვენი დამოკიდებულება ბავშვებთან, მქონდა ამისი საშუალება, იმ მოზარდებთან, რომლებსაც სახეზე ეტყობათ კრიზისი და პირველ რიგში მინდა გკითხოთ თქვენ თავად როდის დაიწყეთ მხატვრობა, უბრალოდ პირველ რიგში ხატვა და შემდგომ როდის გადაწყვეტეთ, რომ იყოთ პედაგოგი და ასწავლოთ, დაეხმაროთ ის ლაბირინთები გაავლევინოთ ბავშვებს, რომელიც ასე მტკივნეული და მნიშვნელოვანია დღეს 21 საუკუნეში, ასე დამოკიდებული მოზარდები ინტერნეტთან, ქუჩასთან, რთული გარდამტეხის პერიოდის დროს, ოჯახში დისკომფორტის დროს, ოჯახში ძალადობასთან, სოციუმის და საზოგადოების არასწორ დამოკიდებულებასთან, დამოკიდებულებებთან, პედაგოგების სიცივეს და რა თქმა უნდა ყველას არ ეხება, ჩვენ საოცარი პედაგოგები გვყავს, უნიჭიერესი, უძლიერესი, კონტაქტური, კომუნიკაბელური, სიყვარულით სავსე, მაგრამ დიდი პროცენტია სამწუხაროდ, როდესაც ბავშვები ვერ ახერხებენ ურთიერთობას და ამაზე მე მრავალი პროექტი მაქვს და ერთ-ერთი გახლავთ მოზარდი, მშობელი, პედაგოგი და საზოგადოება. მე თქვენ მინდა რომ მკითხოთ, როდის დაიწყეთ თქვენ თავად ხატვა, რატომ და რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში და რატომ გახდით მხატვარი და რატომ შექმნით სტუდია? დახმარებოდი წყალს. რამდენიმე კითხვა ერთად და ჯერ ჩამიმდევროვად, კი ბატონო. როგორ დავიწყე, რა თქმა უნდა უკავშირდება ბავშვობის ასაკს, როდესაც პირველი და მნიშვნელოვანი მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ოჯახის წევრების მხრიდან იყო ძალიან დიდი ხელშეწყობა ჩემ პროფესიული არჩევანის მიღების დროს. არ ყოფილა რაღაცა ისეთი დამოკიდებულება, თითქოს როგორც არის ხოლმე ხო ის ოჯახში რომ კონდაც რთვილი და სიყვარულით სავსე ოჯახი. ნებაყოფილობითი იყო თითოეული ჩვენი გადაწყვეტილებები და მშობლებთან ურთიერთობაც
დღემდე ესე არის გვაძლევს სრულ თავისუფლებას. სასიამოვნოა. თვითონ რაც შეეხება ჩემი შემოქმედება, პედაგოგების სახელს უკავშირდება და როდესაც ადამიანები სადღაც წინ მივდივართ, არასდროს უნდა დავიწყოთ, საიდან დავიწყეთ და მე როგორ განვითარდა ჩვენი ცხოვრება. ამიტომაც მადლიერი ვარ თითოეული მათგანის, რომელმაც ჩემ შემოქმედებით ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და მათი სიყვარული, მათი დამოკიდებულება საქმისადმი თუ პროფესიონალიზმთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს გახლავთ ძალიან ბევრი სკოლა დაწყებული ვთქვათ სამხატვრო სკოლიდან, პირველი საბაზისო ცოდნა, რომელიც მივიღე შემოქმედებითი, შემდგომ უკვე ძალიან დიდი კურსები გავიარე პედაგოგებთან, ჩემს თუნდ აბიტურიენტობის პერიოდში დავით ოთიაშვილთან, ბესოროს ტიაშვილს რეკომენდაციებითაც ყოფილვარ ძალიან ისე ბევრი რამ გაუკეთებია ჩემთვის და ბევრი ისეთი ადამიანები, რომელთა სახელებსაც აღარ ჩამოთვლი დროის თვალსაზრისით და მადლიერი ვარ ძალიან ამ ადამიანების. იქონიეს პედაგოგებმა გავლენა, თავისი სიყვარული, ემპათია იყო მაღალ დონეზე. საქმის შეყვარებისთვის და იმ ურთიერთობისთვის, უპირველეს ყოვლისა ადამიანური ურთიერთობებია მთავარი, რომ საქმე შეგიყვარდეს და მე გააკეთო შენი. კი, რა თქმა უნდა, თუ არ გიყვარს საქმე, ვერც დახატავ, მით უმეტეს მხატვრობაში ეს პირდაპირ აისახება და მით უმეტეს ვერ გადმოსცემთ იმ ემოციას. როგორი კატეგორიის სიმძიმის, ტკივილის ბავშვები არიან? ანუ ბულინგი რა ფორმით დაგხვდათ თქვენ ზუსტად იმ ადამიანებთან, ვისთანაც მუშაობთ, რა ასაკის ბავშვებთან მუშაობთ თქვენ მოზარდები? ძალიან კარგი შეკითხვა და საჭირო ამავდროულად ეს შეკითხვა ჩვენთვის, ვინაიდან ჩემს სტუდიას აკითხავს სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემის მქონე მოზარდები, როგორებიც არიან ბიპოლარული აშლილობის, ესენი არიან აუტისტური სპექტრის, არის ჰიპერაქტიული ბავშვები, რომლებსაც ჭირდებათ პირველ რიგში თანადგომა, თანაგრძნობა და სიყვარული. ჩვენ აქ ჯანსაღი საზოგადოება ვართ და რა თქმა უნდა, ჯანსაღ საზოგადოებას მოეთხოვება ძალიან ბევრი, რომ ამ ბავშვებს მიუდგეთ მაღალი სტანდარტი. დიახ, რომ უფრო რაღაცნაირად შენთან მყუდროთ, უსაფრთხოდ, ასე ვიტყოდი, უსაფრთხოდ იმ თვალსაზრისით, რომ ზუსტად გადასარევად უსაფრთხოდ, კონტროლის უნდა გაუწიოს პედაგოგმა თავს, რომ რაღაცნაირად არ იგრძნოს ბავშვმა, რომ იმ ასე ვიტყოდი ჯანსაღ ბავშვებთან შედარებით რაღაცით ხვდებით. კი, ძალიან რთულია, როდესაც მოდის ადამიანთან იმედებით და ნუ ხატვა ხო არ თერაპია, ჩვენ ფსიქოლოგიაში მით უმეტეს ხატვას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ყოველთვის, არ თერაპია ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის შინაგანი ემოციების გადმოტანა ფურცელზე, გადმოტანა დანახვა ამის აღქმა და ზრდა, ისე შემდგომში ამ პიროვნული ღირებულებების და ფასეულობების და ზუსტად მაგიტომ გავაკეთე აქცენტი ქალბატონო თამარ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ შეიძლება ოჯახში თქვენ როგორც ბრძანეთ გადასარევი მშობლები იყოს და ნამდვილად ფიქრობდეს ხშირად, ბევრი მშობელი ფიქრობს ასე, თუ რამეს არ გააკეთებინებს თავის შვილს, თუ ყველაფერს აუსრულებს, თუ ეს არის მისთვის, ხოლო მოსმენის არც დრო აქვთ ღვთის შემთხვევაში და არც კომუნიკაციის განწყობაც არ აქვთ, რადგან ძალიან ბევრი რამეა დაგროვებული, ტკივილი, როდესაც ჯაჭვია გაწყვეტილი და ამ შემთხვევაში რამოდენიმე ფაქტორია, როდესაც მოზარდი, რომელზეც თქვენ ასაკირო მკითხეთ, დარწმუნებული ვარ თქვენ ვიტყვით ჩვენ ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, 5 წლის ბავშვებიც არიან ალბათ და 7 წლის ბავშვები და 5 ახლა ძალიან პატარაა, მაგრამ ალბათ მოდიან, მე ხშირად მინახია ხოლმე თავის დედმამიშვილებთან, დაიკოსთან თუ ძამიკოსთან ერთად უნდა მასაც აინტერესებს და აი რაღაცა შეხების ფორმატით რომ ნახოს სად არის, ესეც მნიშვნელოვანია ხოლმე. მაგრამ ეს არის, ნუ ალბათ უფრო 7 წლიდან და ზემოთ ხართ, ხო? და ეს არის ის პერიოდი, როდესაც აი ეს პრინცესობის, პრინცობის გავლილი ეტაპი, 6 წლიანი ეტაპი უნდა როგორც გაიარა, აი ზუსტად ისია ამ დაფაზე დაწერილი და როგორც შავით თეთრზე წერია, ზუსტად ისია მის ცხოვრების ისტორიაზე დაუწერელი დაფაა ბავშვები
და როდესაც ტკივილები, განცდები, ემოციები ემატება და ძალიან ბევრი მსგანა აქვს, მშობელი შეიძლება იდეალური იყოს, მაგრამ როდესაც ბავშვი მიმართავს მას და აინტერესებს ყველაფერი, ხო? ისევე როგორც ხატვაში, ხო, ხელოვნებაში და როდესაც მიმართავს მშობელი სამწუხაროდ ვერ ახერხებს, რომ ზუსტად მაშინ იმ დროს მოიცადე მერე გავაკეთოთ, მერე მითხარი, ახლა ან ტელეფონზე საუბრობს, ან სამსახურში ან რაღაცას აკეთებს, ისეთ მნიშვნელობას. ძალიან ხშირად ხდებიან ეს დაჩაგრული ბავშვები და ზუსტად თქვენ ბრძანებთ ძალიან მნიშვნელოვანი გასაღები სიტყვა, ეს არის ნდობა, ნდობის ფაქტორი, როდესაც არ აქვს ნდობა, რადგან ბავშვი ყოველთვის ფიქრობს, რომ არ უყვართ. რატომღაც, რადგან ხშირ შემთხვევაში დედმამიშვილები რომ არიან ხოლმე, ანუ რამოდენიმე და-ძმა, ან თუნდაც ორი ადამიანი, ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად კონფლიქტები იწყება, შიგა კონფლიქტები იწყება, როდესაც გონიათ, რომ ერთი დედმამიშვილი უფრო მეტად უყვართ და ეს ნაკლებად უყვართ და ბავშვი სულ ეშინია ბაღის პერიოდშიც და მერეც ეშინია სულ რომ არ დატოვონ, არ მიატოვონ, ისეთი რამე არ გააკეთოს, რომ აი თუ კარგად არ მოიქცევი, თუ არ შეჭამ, თუ არ ჩაიცმევ, თუ არ კარგად თუ არ მოიქცევი, აი მე შენ დაგტოვებ. ეს ძალიან ხშირად არის, ქალბატონო თამარ და თქვენთან, რადგან ხშირია გამოძახება ბავშვების, მე ოჯახის ფსიქოლოგი, ძალიან ბევრი ისტორიით, არა მარტო ბავშვების, მშობლების და ხშირია დანგრეული ოჯახები, სამწუხაროდ ყველა ზღვარს გასდა ასე ალბათ არც არასოდეს არ ყოფილა საქართველოში და ზუსტად შემთხვევით თუ ვნებით თუ გარკვეულ პერიოდში რაღაცა გარკვეული მიზეზის გამო შექმნილი ოჯახები, როცა არ არის მყარი და სამწუხაროდ ქვეყანაშიც არ გვაქვს ის სიტუაცია, ჯანსაღი ინგრევა ხოლმე. თქვენ მინდა კითხოთ თქვენ ქალბატონო თამარ, ბავშვები რომლებიც მოდიან თქვენთან და გენდობიან, თქვენ ხართ მაგალითი, თქვენ ხართ წარმატებული ახალგაზრდა ქალბატონი, რომელმაც რეალიზად ბევრი რაღაც გადაიტანა, როგორც ყველა ადამიანმა ბევრი ისტორია, იმიტომ რომ შემოქმედი ადამიანი ყოველთვის არის წვის პროცესში, არასოდეს არ ჯერდება იმას, რაც აქვს და ამიტომაც არის თქვენი რეგალიები, თქვენი წარმატება, თქვენი ნახატები, სადაც პირდაპირ იკითხება ჩვენთვის ფსიქოლოგებისთვის გადასარევად იკითხება პირდაპირ ეს მესიჯები რა გზავნილის თქვენ გაქვთ როგორი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებს თქვენს მიმართ და რა იცვლება ქალბატონო თამარ მოსვლის მერე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მომართვიანობა როცა ხდება მშობლის მხრიდან კითხულობენ რა თქმა უნდა ავტორიტეტს პედაგოგისას ვისთან მიყავთ პიროვნული თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ხა ბევრი გეყოლება კარგის თქმელი და თითოეულა შეიძლება იყოს ისეთი ადამიანები რომლებიც პირადად ზრდისთვისაც კარგია და ადამიანური ზრდისთვის უპირველეს ყოვლისა აი ამ თვალსაზრისით როდესაც პედაგოგი ხარ მაქსიმალურს გთხოვენ პედაგოგს და სამხვილო პირებს არ უნდა შეგვეშვალოს რაღაც ასეთი წარმოდგენა აქვს რომ პედაგოგები ჩვენ ვართ ძალიან ისე გამორთებული ხავსაზე და მათ აქვს უფლება იფიქრონ ისე ყველანაირი მოკლედ ძალიან კაცრი წესებია ამ ხრივ და პედაგოგების უფლებებზეც ლაპარაკობენ რომ დაჩაგრულია საჯარო სტრუქტურაში მიმუშავია გამოცდილება მაქვს ძალიან დიდი და ვიცი იქ რა ხდება, მაგრამ ეს არის კერძო სექტორი და კერძო სექტორის ბატონ პატრონი ვარ მე, აქედან გამომდინარე, აქ არ არსებობს პედაგოგის უფლება და ბავშვთა უფლებები. აქ არის თანაბორუფლებიანი დამოკიდებულება, ვინაიდან ეს არის ჩემი ინდივიდუალური სივრცე, სადაც ვქნი მეგობრულ ატმოსფეროს, სადაც ვქნი საქმის ერთგულებას, სიყვარულს, мотиваციას, ძალიან დიდი ენთუზიაზმით შემოდიან ბავშვები და როდესაც აი მშობლის დამოკიდებულება ყველაზე მეტად მომწონს, როდესაც მშობელი შემოდის და მაკვალიანებს და მეუნება რომ ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ, თამარ საქმის კურსში გავხსენებთ ჩვენთან. ამის გარდა არის ის დამოკიდებულება, როდესაც ვთქვათ ბავშვს რაღაცა არ გამოსდის, ხო? ეს პედაგოგიკის ერთ-ერთი საფუძველიც არის, რომ შენ უნდა გქონდეს იმხელა ნებისყოფა უნარი, რომ ბავშვის კონტაქტივით დამოკიდებულება იქნება თუ ვთქვათ სასწავლო პროცესებში ჩართულობა არ გაქვს უფლება, რომ мотиваცია დაუკარგო, რაღაცა ზედმეტი გადაკრული სიტყვა უთხრა, ჯობს მშობელს გაესაუბრო. ძალიან სენსიტიურები არიან ბავშვები. შეიძლება კატირებული სახეებით გავიგეთ. და ესეთი რამე ჩემს პრაქტიკაში წყენა აქვს ძალიან. ყველაზე
მნიშვნელოვანი რაც არის мотивაციას მშობლები აძლევენ მაქსიმუმს და ეს მომწონს მინიმალური რაღაცაც რო შექმნან ძალიან დადებითად ახასიათებენ მათ ნაშრომს რომ ყოჩახდიდა და ესეთი დამოკიდებულება უნდა იყოს ჩანსაღი მშობლსა და შვილს შორის რომ რაღაცა მომავალი ნაბიჯები უფრო და უფრო უკეთესობისკენ წავიდეს და მე ყველა მშობელს მოუწოდებ ნამდვილად რომ ეს არის საფუძვლები და ეტაპობრივად მიყვებით განვითარებას. ყველაფერი ესე არის და შულს უნდა მივცეთ მაგალითები იმის, რომ ესე პირდაპირ არ ხდება მათი ჩამოყალიბება და მათი განვითარება და мотивация ძალიან მნიშვნელოვანი არის და ნუ განვშით ბავშვებს და ნუ გავუკრიტიკებთ ნაშრომებსაც. დიახ, აი გადასარევად შეეხეთ თქვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ერთ-ერთს, რომელზეც მინდა მე ვისაუბრო, ეს არის ემოციები, მე ხშირად ვსაუბრობ ხოლმე ემოციებზე და ამიტომ პირველ რიგში მშობლებს მინდა ყველა იმ მშობელს მოვეფერო და მადლობა მოვუხადო, რომელიც უსმენს თავის შვილს, რამდენი დროც სჭირდება ზუსტად იმდენი დრო, რომ გამოათქმევინოს, ამოატანინოს სხეულიდან ის დაგროვებული წყენები, რომელიც აი როგორც ცრემლის სახით ხოლმე კარგი ტირილი რომ მოგინდება ადამიანს და იტირებ და გამოიტანს ეს ცრემლის საოცარი რამ არის სიხარულის ცრემლიც, რა თქმა უნდა, მწუხარების ცრემლიც, როდესაც გულს ტკენენ და ფროიდი ამბობს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტად ეს ჰიდრავლიკური თეორია გვაქვს ჩვენ, ზუსტად აი ამ წნეხის დაგროვებული ტკივილის როგორც ძრავისგან ორთქლის გამოშვება. ორთქმავალი მატარებელი ყველას გინახია თვითმფრინავიდან თუ კოსმოსში ასული საოცარი ვიზუალიზაციით ბევრს გვაქვს ნანახი როგორ ხდება ორთქლის გამოყოფა და წარმოიდგინეთ გამოტანა სხეულიდან და აგრესია რომელიც დღეს საზოგადოებაში ძალიან დიდი დოზით არის. ადამიანები ძალიან გაღიზიანებულები არიან, ძალიან ბევრი ადამიანი და ძალიან ბევრი ბავშვიც. მე ვიცი რომ ადამიანები ვინც ასაკის ადამიანები ვინც თქვენთან დადიან უმეტეს შემთხვევაში არიან მოწესრიგებული ისეთი მშობლები, რომლებიც კვებასაც უზრუნველყოფენ, ჩაცმასაც შეძლების დაგვარად და რადგან დაყავთ კერძო სკოლაში, აქვს გააზრებული უკვე რომ ხელა მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციას, პედაგოგთან ურთიერთობას, ცალკე ჯგუფურად ურთიერთობას და აი ამ ხელოვნების ზიარებას და ამ დროს ზუსტად აი ამ ორთქლის გამოშვებას, როგორც ჩაიდანიდან, ასე ვთქვათ, ორთქლი გამოდის დუღილის დროს, როგორც ნებისმიერი რამის ხარშვის დროს ქაფი კეთდება, ეს არის ზუსტად ის ტკივილი, რომელიც აუცილებელია მოსახდელად და თუ კი სწორი მიმართულებით პედაგოგის მოუყვანა მშობლებმა ხო და დატოვა. რამდენად დიდია თქვენ ძალიან ნდობაზე ვსაუბრობთ. რამდენად დიდია დღეს რისკები ნდობის, რა თქმა უნდა, არც ერთ პედაგოგზე, არც ერთ მხატვარზე, ქორეოგრაფზე, თუ მუსიკოსზე მე არანაირი პირიქით დიდი სიყვარული თუ არ ყველასთან და დიდი პატივისცემით, მაგრამ მე როგორც ოჯახის ფსიქოლოგი, როგორც კერძო ფსიქოლოგი, მე აუცილებლად ვალდებული ვარ რომ თქვა. ხშირია გულნატკენი ბავშვები, როგორც ხატვაზე სიარულისას, იქ უფრო მეტად ესეთი დაკალობენ, ასე ვთქვათ, პედაგოგთან, დარწმუნებული ვარ თქვენთან ძალიან კარგად მეგობრობენ ბავშვები და შეუძლიათ გამოთქვა. მე ამისთვის მრავალი პროექტი მაქვს, როდესაც შესაძლებელია ბავშვებმა კინოში, თეატრში, სხვადასხვა შეჯიბრებში, მხიარულ ექსკურსიაზე თუ ასე შემდეგ, ამ ფორმით გადავწყვიტე მე, როგორც კავკასიონის სინერგიის ხელმძღვანელმა, გამომეშვებინა ამ ბავშვებისთვის აი ეს ორთქლი. მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციუმს, საზოგადოებას, სკოლის იმ პერიოდს, როდესაც ბაღში უკვე გულნატკენი ბავშვები არიან, ან ძიძისგან განერვიულებული, დაშინებული ბავშვები არიან, ან მშობლებისგან და ძალიან ბევრ ბავშვს არ ყავს მეორე მშობელი, სამწუხაროდ ძალიან დიდი პროცენტი გვაქვს. თქვენ რას ურჩევდით, როგორც მხატვარი, როგორც თავად მშობელი, როგორც პედაგოგი ამ მშობლებს, მინდა რომ თქვენ ურჩიოთ ბავშვების უამრავი ისტორიისგან, მოსმენილი ისტორიებიდან გამომდინარე, რაზე გააკეთონ აქცენტი მშობლებმა? პირველეს ყურის მშობლებს ყურადღების გარდა. მშობლებს ჯერ ამ კუთხით მინდა რომ ხაზი უთქვას ამ საკითხს. მშობლები საკუთარი პატივმოყვარეობის გამო იმ ძვირფას საქმეზე ათქმევინებენ უარშვილებს,
რაც მათ სამომავლო განვითარებაში ხელშეუწყობდა. ანუ ის, როდესაც ბავშვი ძალიან კომფორტულად გრძნობს სივრცეში თავს მასწავლებელთან, მოსწავლეებთან გარემო მოწონს, პროცესი მოწონს, მშობლის რაღაცა პირადი რაღაცა პედაგოგთან დამოკიდებულების დამოკიდებულება რომელიც ხშირია, მშობელი რომ ვერ გაუგიათ რა ფორმით მithქვამს საყვედური და საყვედურს ვერ იგებენ და ან რჩევა გითხვიათ და მათ საყვედური დაუხვიათ და პირად ტკივილად და პირად ღირებულების შეურაცხყოფად მივიღიათ და მithქვამს რომ მე პირადად თქვენ არ გაკრიტიკებთ როგორც პიროვნებას, უბრალოდ ეს ამ მომენტში მჭირდება თქვენი მხარდაჭერა და წაუყვანია საერთოდ. ხო, აქედან გამომდინარე ბავშვები აცრემლებული სახითაც მინახავს მასწავლებელთან უფრო დიდი დროის გატარება უნდა არ გადიან სივრციდან და რომ ხედავ შენ რომ ესე იგი პედაგოგი მაქსიმალურად მაგნიტივით იზიდავს და ძალიან უყვართ მოსწავლეების დიდ ჯგუფს და ყოფილა ბულინგის შემთხვევაც, როდესაც შიგნით რაღაცა ბავშვურად ის ბოროტად არა, იმიტომ რომ ძალიან მეგობრული გარემოა, ბავშვურად რაღაცა ბავშვია და მან არის გაცნობიერებულად და შეურაცხყოფა მეუყენებიათ ხო რაღაცა კონკრეტულ ფიზიკური რაღაცებზე ნაკლოვანებებზე და რჩევის სახით მიუწია რომ ეს ითვლება ბულინგად ბავშვი მე ფსიქოლოგიურად ძალიან მე შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს და სურვილი აღარ გაუჩნდეს ჩვენთან კონტაქტის ხო და ამიტომაც რა ვიცი მოწოდება როგორც ასეთი ეს არის ჩემი რომ საქმე რომელიც უყარს ბავშვს არ უნდა წაართვა რაღაცა შენი კაპრიზების და ახირებულობის გამო. გადასარევი რჩევა ეს იმიტომ როგორც მხატვრისგან, როგორც მშობელისგან და პედაგოგისგან, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენი ეგო, ანუ ეგოიზმი არის ხოლმე დიდი დოზით. ყველა ჩვენთაგანში ჩვენ არა ვართ გამონაკლისები, სულაც არაა გასაკვირი რომ ვიღაცას არ მოწონს მოწესრიგებული ადამიანი, განათლებული ადამიანი, წარმატებული ადამიანი. სამწუხაროდ ყველას თავისი გადასახადი და თავისი ტკივილი აქვს, თუმცა ყველა ადამიანს აქვს უფლება იფიქროს ისე როგორც ფიქრობს, მაგრამ პირდაპირ სარკეა ბავშვები და გავლენა არის საოცრად მძიმე, როდესაც მშობელი სახლში მისულ ბავშვთან პედაგოგზე საუბრობს, განიხილავს პედაგოგს ძალიან უყვარს ეს პედაგოგზე და დიახ, ანუ ზუსტად მაგას გულისხმობ, ანუ ხშირ შემთხვევაში ჩვენთან ფსიქოლოგიაში არის ხოლმე ტკივილს აყენებენ მშობლები ამით, როცა ან მაგალითად მამა უყვარს ძალიან და გაცილებულია მამაზე. ხო, და ზუსტად აი ამ მამაზე ან მამის მეორე ოჯახზე, მის მეუღლეზე, იმის შვილებზე აქცენტი სამწუხაროდ მშობლებს აქვთ ხოლმე გადატანილი და ეს პირდაპირ ჩეხავს ამ პატარა ბავშვების სულს, რადგან ყველაზე მთავარი ერთ-ერთი რაც არის განათლება, ყველაზე მთავარი სიყვარულთან ერთად ცალკე სიყვარული ვერ იქნება განათლების გარეშე, ზრუნვის გარეშე, ყურადღების გარეშე, სითბოს გარეშე, ურთიერთობების გარეშე და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ბავშვები არიან ხოლმე იარაღი ქალბატონო თამარ შურისძიების საგანი არ გავატან ან ოჯახში ბებიასთან და ბაბუასთან დამოკიდებულებაში როცა ცდილობს და ზრუნავს ბებია და ბაბუა რომ ბავშვს იმიტომ რომ ამბობენ რომ შვილი შვილზე ტკბილია ხოლმე იმიტომ რომ ხშირად უფრო სწორედ პატარა ასაკში უწევთ მათ ოჯახების შექმნა და შექმნილი ოჯახებიდან გამომდინარე თუ სამსახურიდან თუ იმ საქმიდან გამომდინარე ვერ ახერხებენ იმ ემოციურ გადატანას და აღქმას როგორც შვილი, მაგრამ უკვე დასრულ ასაკში შვილი შვილზე უფრო ახერხებენ ხოლმე და ხშირად ბებია და ბაბუა რომელიც თავაზობენ ოჯახში იმ თუნდაც იმ განსაკუთრებულ სითბოს, საჭმელს, ჩასაცმელს, ზრუნვას დაპირისპირებული მშობლები ხშირად არიან ასეთი ადამიანები ჩემთან მოსული ამ ტკივილის გამო როგორც ერთი მხარე ასევე მეორე მხარე რადგან ბავშვს უკვე თქვენ ბრძანეთ არა მარტო ბიპოლარული აშლილობა არამედ ძალიან მძიმე სევდიანობით ჩაკეტილობით ბავშვი არ იწყებს ლაპარაკს აღარ აგრძელებს ლაპარაკს ან არ იწყებს ლაპარაკს და დიდი ტკივილები დიდი ტრამვები უგროვდება თუ გამოყოფილი საშუალება არ მიეცა ისევე როგორც ხატვის დროს მაგალითად შინაგანი დეტერმინატორები რომელიც გვაქვს ჩვენ
ჩვენ ძალადობის დროს დაგროვებული ბრაზი ჩხუბი ამისთვის არის სპორტი, ამისთვის არის ხელოვნება, უნდა დახარჯოს ეს ენერგია, ამისთვის არის ეზო, სხვადასხვა გასართობი ცენტრები თუ ასე შემდეგ, თუ ჩვეულებრივად სავარჯიშო ადგილები ან სარბენი ადგილები და თამაშებს რომ ვეღარ ახერხებენ, ამიტომ გახშირდა ბავშვებისგან უფრო ხშირად ხოლმე ხატვა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხატვით გადმოაქვთ, რადგან ჩვენთან მოსულ ბავშვებსაც პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის ოჯახის ნახატს ვაკეთებინებთ და გადასარევად ჩანს იმ ტირილშიც, იმ ტკივილშიც და ასე შემდეგ. მე მინდა თქვენ გითხრათ, თქვენ თავად თუ გქონიათ, ნუ ყველა პედაგოგს აქვს ასეთი განსაკუთრებული შემთხვევა და რა თქმა უნდა სახელის და გვარის გარეშე, თუ შეგიძლიათ ერთი ისეთი მაგალითი მოგვიყვანოთ, სადაც ბავშვმა ზუსტად აი ამ ხატვის პერიოდში დაიწყო ზუსტად ზრდა შეძლოვან თავისი სხეულიდან განთავისუფლება იმ ტკივილის, იმ ძალადობის, რასაც ჩვენ ხომ ვიცით, რომ ძალადობა და მისი დეფინიცია გახლავთ ტკივილის მიყენება, რომელიც სიძულვილი, რომელიც სახეზეა გამოხატული ხოლმე. რა გაგიკეთებიათ თქვენ ამისთვის და როგორი შემთხვევა, უბრალოდ განსაკუთრებული შემთხვევა? ძალიან ბევრი შემთხვევა, იმიტომ რომ ფაქტიურად 16 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება მოხდა სამხატვრო სკოლაშიც იყვნენ აუტისტი ბავშვები და რაღაცა თავიდან ვფიქრობდი, რომ როგორი პრინციპით უნდა მემუშავა ისეთ ბავშვებთან და დაფებს ხელებს უტყავდნენ, აგრესიას გამოხატავდნენ, არავის არაფერს არ გუშავდნენ, უბრალოდ თავიანთი ელოზიური სამყარო ხონდა და ამ სამყაროში რაღაცები, მე ვთქვი, ფსიქოლოგი ხართ, უკეთესად იცით რა და როგორ არის და აუცილებლად რომ შემოყავდა მშობლებს ჩემთან რაღაცებს ისე იძულებით ყოფილა შემთხვევა, რომ უნდა დახატო და აჯექი უნდა დახატო და ბავშვი არ შეუძლია. არ უნდა და აუცილებელი არის ეს უნდა დახატო, ის უნდა განწყობიდან გამომდინარე, არა, შენ რაც გინდა ის უნდა დახატო და რო შევხედავდი, რომ ვერ ვაწყნარებდი, ბავშვს და უკვე გაფანტულობის ის ჰქონდათ. გავიდოდი ასეთ ბავშვთან აბაზანაში, წყალს მოვუშვებდი და სამჯერ ამოვისუთხებდი და ჩავისუთხებდი, რომ ემოციურად კონტროლი გამიწია საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ერთი არ ყოფილა ესეთი შემთხვევა, ერთად იჭრნენ, ერთი სამი და აჟიოტაჟი შემოქონდათ გაკვეთილზე და მე ეს ჯგუფიც ყურებზე ხელს იკეთებდა და სასწაულები ყავდა და მე პირველი სანამ ადაპტირებას მოახდენენ, პირველი ერთი კვირა იყო ჩემთვის აი გარემო მძიმეა მათთვის, როდესაც ახალციხეში მიდიან. ყველა ადამიანს გვაქვს ოჯახში რაღაც და ოჯახის იგივე პრობლემას ვტოვებთ სადღაც და თავს უწევთ კონტროლს და აი ეს იყო ერთადერთი ჩემი ხსნა და საშუალო რომ ან ზედმეტად არათუ ხმამაღალი სიტყვა და ყურის აწება ზედმეტად რაღაცა უხეშად რამე რო არ მეთქვა ეს მნიშვნელოვანი და ბოლოს ერთი კვირის მერე 64 გაკვეთილში ბავშვი შემოდის დაწნარებული მოსიყვარულე ჩახუტებით, მოფერებით და ძალიან დიდი ემოციას და სხვათა შორის იმ ბავშვებს, რომლებიც ყურებზე ხელს იკიდებდნენ, იმ ბავშვებისაც იმდენად საყვარლები იყვნენ ეს ბავშვები, სხვათა შორის კორესპონდენტები კვირაჯის რეგიონული კვირის კორესპონდენტი მოვიდა და ამ ბავშვებზე გააკეთა მერე გადაცემა სპეციალურად სიუჟეტი ჩაწერა. და მოგდიოდა რომ აი ესეთ ბავშვებს უფრო მეტი და მეტი მხარდაჭერა და უზრუნველყოფა ჭირდება. მართალი ბრძანდებით თქვენ, იმიტომ რომ განსაკუთრებით დღეს, როდესაც ბევრი პედაგოგი ვერ ახერხებს მიიღოს ტარის წინააღმდეგი აუტისტის სპექტრის თუ სხვადასხვა პრობლემის მქონე ბავშვების, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მათ მშობლებსაც ამხელა განსაცდელები აქვს და უწევთ მათ სხვადასხვა კატეგორიის ბავშვებთან, იმიტომ რომ ბავშვიც ხო ყველა ბავშვია და ხშირია ხოლმე კონფლიქტი და როდესაც ერთად ხედან თუ ერთად მუშაობენ, ამ შემთხვევაში ბავშვის ფანტაზიის განვითარება, ნებისყოფის მოკრება, როგორც თქვენ ბრძანეთ, სიმშვიდეს, სიყვარულს, პატივისცემა შეუძლია, რადგან განსაკუთრებით სენსიტიურები არიან აუტისტური სპექტრის თუ სხვადასხვა პრობლემის მქონე ან ტრავმა მიყენებული ბავშვები, რომლებსაც ყველაფერი მიაჩნიათ, რომ მათ ეხებათ, რომ მათ დასცინიან და თუ კი ბავშვება, ისინი ხო ბავშვები არიან სხვადასხვა ასაკის, ბავშვებმა ამ შემთხვევაში დაგროვებული ტკივილის, გადმოუცემელი ტკივილი, გაურეცხავი არ თამაშობენ ხშირად
ბავშვები ერთმანეთთან არა მარტო აუტისტურ სპექტრის ბავშვებთან ან რომელიმე ესეთი პრობლემის მქონესთან არამედ ბავშვები თავად რომლებიც თავიდან საწყისში ჯანმრთელები არიან ხო ძალიან ხშირად ავადდებიან და ნებისმიერი თამაშის დროს აგრესია რომელიც აქვთ შიგნით დაგროვებული ტკივილის სახით მირტყმის სახით და რაღაცა ცემის სახით ყვირილის სახით და დიახ და თუ დაინახეს მათ რომ ეს აზარალებს იმიტომ რომ თქვენ ძალიან ყურებზე ხელს იფარებენო ეს ერთ-ერთია ვიღაცამ გუგლის მოდეს გადაუფრინას გადასარევი ფილმი სადაც გამოკვეთილია ზუსტად ძმების ურთიერთობა და ის თემები რაზეც ჩვენ დღეს საუბრობთ ეს არის ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს და გვიან აქვს ურთიერთობა ამასთან და კიდევ მინდა ხაზი გავუსვა იმას რომ თუ მაგალითად მშობელმა თავად ვერ შეძლო ფანტაზიის განვითარება თავად ვერ შეძლო თამაშებით ბავშვის განვითარება გადმოტანა მაგ შემთხვევაში ძალიან უჭირთ ხოლმე ფსიქოლოგთან მიყვანა უფრო ურჩევიათ რაღაცა ისეთი საჩუქარი უყიდონ რადგან დაანახონ ისე ცენტრში წაიყვანო გადასარევია რა თქმა უნდა ეს ცენტრიც და ეს ბავშვების დაპატიჟებას და ასე შემდეგ მაგრამ დათური სამსახურია ხშირად ის როდესაც ატირებულ ბავშვებს კვებისას უღებენ სურათებს და მერე ხვალდაზე ვინ გამოვა ეს ბავშვი ვინც კიდე გამოვიდეს მშენებელი იქნება პორისწყობელი იქნება ექიმი იქნება ეს თუ გამომგონებელი იქნება მას თავისი ეს ცხოვრება ეთხუნება და მაგალითიც ხოლმე დათურია ხშირ შემთხვევაში იმისათვის რომ წახალისება რომანტიზება ხდება ხოლმე ისევე როგორც თვითმკვლელობის სუიციდის შემთხვევაში როდესაც თქვენ რუსთავიდან ბრძანდებით რუსთავში მოღვაწეობთ და ხშირია ეს მთელი საქართველოს მასშტაბით რა თქმა უნდა და პირველ რიგში მე მინდა ვთხოვო იმ მშობლებს რომ თავად ზიმბარდოს კი რომელმაც ცნობილი ციხის ექსპერიმენტის მე სოციალური ფსიქოლოგიის ლექტორი გახლავართ დავით აღმაშენებლის აკადემიაში უკვე იცით სადაც მაყურებელმა და სოციალური ფსიქოლოგიის ზუსტად ეს საფუძვლებიც ეს არის რომ ზიმბარდომ რომელმაც სპეციალურად ექსპერიმენტების სახით შექმნა ციხე იმისათვის რომ დაკვირვებოდა სრულიად ჯანსაღ ადამიანებს რომლებიც გარკვეულწილად ისევე როგორც ამ ბავშვების მშობლები იღებენ ხოლმე მონაწილეობას სხვადასხვა ისეთ საქმეში რომელიც არ უყვართ ან მუშაობენ სადაც ტკივილს აყენებენ სხვა თანამშრომლები და დანგრეულები დატვირთულები დაბალი ანაზღაურებით შეურაცხყოფილები როგორც თანამშრომლებისგან ასევე ეს ტანჯვა თქვენ ძალიან გარეთ დატოვონო მიაქვთ სახში და ზუსტად ზიმბარდოს შემთხვევაშიც კი როდესაც ჩვენ ვნახეთ სიყვარულმა გადაარჩინა ისევ იმიტომ რომ მისი შეყვარებული ცნობილი ფაქტია ეს კრისტინა მელაჩის რომ არა ვერაფრით ადამიანი ძალადობას თუნდაც ექსპერიმენტს რომ ატარებს სრულიად ჯანსაღ ადამიანებზე როდესაც როლში შედის სოციალურ გარემოზე ვსაუბრობ დღეს ქალბატონო თამარ როლში შედის გარშემო ავადებენ მაგალითად ურთიერთობაში ტრანსპორტით მგზავრობს ბავშვი ან საცობში ხდება თუნდაც მშობელს მანქანით მიყავდეს იგინება ყველა და ძალიან დიდი აგრესია ან ავტობუსში აყენებენ შეურაცხყოფას იმისათვის ან გაუზრდელი ხარ ეუბნებიან ბავშვი ამდენი ტკივილით არის და სიყვარულს მხოლოდ ერთმანეთის თანადგომას ერთმანეთთან გვერდით დგომას შეუძლია გადაარჩინოს განსაკუთრებით მაშინ როდესაც არ კონტროლდება ჯანმრთელობის კუთხივ დღეს ძალიან ბევრი ბავშვი ყავს ავად და სანამ სერიოზული სიმსივნე არ გამოუჩინდება მანამდე არაფერი არ ჩანს ხოლმე ამიტომ ეცით სიყვარულმა რომელიც თუნდაც აი ამ შემთხვევაში ზიმბარდოს შემთხვევაში გადაარჩინა და ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი შემთხვევა თუნდაც ვიქტორ ფრანკლის რომელიც თავისი მაყურებლისთვის ცნობილია ეს როდესაც საშინელ სიტუაციაში იყო და როდესაც ძალიან ბევრი ადამიანია ციხე გამოვლილი დღეს ძალიან ბევრი ადამიანია არ არის საკონცენტრაციო ბანაკში მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი გარბის ქვეყანიდან და ძალიან ბევრ ადამიანს უწევს იმ საკონცენტრაციო ბანაკის სტილის გადარჩენისთვის სიცოცხლისთვის ოჯახისთვის ტანჯვები და ზუსტად იმ პატარა და დიდი სიხარულებით რომელიც ჩვენთვის არის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი ოჯახში ტკივილისგან მასწავლებლისგან ნაცემი ძალიან ბევრი ბავშვი ვიცი და მე გამოვაცხადებ ჩემს ტელეფონს შეგიძლიათ შემოხვიდეთ როგორც რა თქმა უნდა ქართული ტევის ქვეშ ამ გადაცემის ქვეშ მოგწეროთ მშობლებო დაგვეკონტაქტოთ
კომუნიკაცია შედგეს, რომ შევძლოთ დროულად კონსულტაციის გაკეთება და ჩემი საკონტაქტო ტელეფონი გახლავთ 555 727 767 597 ლათინური ასოებით ლიკა ბებურიძეზე შეგიძლიათ ნახოთ და შეგიძლიათ ნახოთ ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძის საჯანმრთელო ცენტრის გვერდზე და მე მინდა ყველა თქვენთაგანს გთხოვოთ რომ დროულად მიიღეთ თქვენ იმის ხერხები ის ხერხი გამოიყენეთ რომელიც თქვენ ხელგეწიფებათ რომ ბავშვები ასე დაზარალებულები არ იყვნენ იმიტომ რომ ყველა ბავშვი რომელიც მოდის თქვენთან ეს არის მომავალი მხატვარი მინიმუმ ადამიანი რომელიც ჯანმრთელობას იწესრიგებს ნეგატიურ აი ამ ურთქლის სახით ნეგატიურ გამოდის ეს და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხეულიდან განთავისუფლებულ ემოციებს და როგორც ჟან-პოლ სარტრი ამბობდა, სოციუმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალბატონო თამარ. მე მინდა აი ამ თქვენ სოციუმთან დამოკიდებულებაზე ყოველი იმ პედაგოგის რომელიც ასე შრომობთ თქვენ მე ყველას მოვეფერო და მადლობა ვუთხრა და მინდა რომ გვითხრათ თქვენ რა მნიშვნელობა აქვს სოციუმის დამოკიდებულებას ჯანსაღი ფსიქიკის მოზარდის აღზრდისთვის თუ მეზობლის, მეგობრის, თანამშრომლის თუ ქუჩაში მყოფ სრულად უდანაშაულო ადამიანის ან სოციალურ ქსელში რომ არის ახლა მოდაში ძალიან შეურაცხყოფების მიყენებით მიღებული სიამოვნებები რას ურჩევთ თქვენ აი როგორი სოციუმი გინდათ რომ იყოს თქვენი გადასახედად როგორი გარემო უნდა გქონდეს ბავშვებს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის უნდა ვცხოვრობდეთ ჯანსაღ საზოგადოებაში ჯანსაღი აზრი აზრთა სხვადასხვაობის გამო კონფლიქტები დაპირისპირებები შეიძლება ძალიან ახლობელმა ადამიანმა დაგკარგოს სასწაულად იმის გულისთვის ყველაზე საყვარელმა ადამიანმა უნარები საზრება განათლება ან თუ ხედვა დიახ და ამის გულისთვის სასწაული ამბები ხდება ვცდილობ არ ჩავედიო მაგრამ რაღაც მაინც კონიაცი რატომ ამღელა სიძულვილი აზრისთან ყველაფერი არ დაგიშავებია ხდებოდა დაპირისპირებები მაგრამ დღეს ვართ 21 საუკუნეში და რა ვიცი ვამბობთ რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც ყველა ადამიანს აქვს თავისი სუბიექტური აზრის გამოხატვის თავისუფლება და ყველაზე მთავარი უფლება ჯანმრთელობის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების და მშვიდობაში და ეს არ აქვს ჩვენ ხო ეს აქვს დაკარგული და პირველ რიგში ეს სჭირდება ჩვენ საზოგადოებას რომ ვიყოთ ჯანსაღად მოაზროვნეები და მივიღოთ ერთმანეთი ისეთი სახით როგორებიც ვართ და ასე გადავრჩებით. მეტი თანადგომის უნარით და გატანა უნდა შეგვეცვლოს. მე კი ამას ვურჩევდი მშობლებს პირველ რიგში, როგორც ფსიქოლოგი და როგორც უამრავი ბავშვის თუ უფროსის თუ მშობელის მესაიდომლე. პირველ რიგში ისწავლეთ წახალისება, თუ თქვენ გიღალატეს, თუ თქვენ გაგანადგურეს, თუ თქვენ ფეხი დაგიდეს. და თქვენი ცხოვრება არასწორად წარიმართა, თუ თქვენ იმიტომ შექმენით ოჯახი, რომ ვინმეს ეთქვა, რომ გათხოვილია და ოჯახი აქვს, თუ თქვენ იმისთვის იცმევთ, რომ გაინტერესებთ აზრი, რა სიტყვის მათ როგორი შევაკი გვაქვს გაკეთებული, რა სამკაული გვიკეთია, სალონში, ვინ უფრო რომელ სალონში რა ჭორაობის თუ რა ფორმის ერთმანეთთან ურთიერთობის, აი მეც იმ სალონში დავდივარ თუ ასე შემდეგ, ხო, აი ეს ამას ჯობია მე ვურჩევდი და თქვენც ალბათ თავისთავად ცხადია რომ ამ აზრზე ხართ მოფერებას, წახალისებას, სიყვარულს შეუძლია ზუსტად ნამდვილი ქრისტიანი ადამიანი ზაგერგუშინდა დღეს არის მართლმადიდებელი ქრისტიანების მსოფლიო დღესასწაული ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის და ამიტომ მე თქვენ ყველას ვინც მარხულობთ თუ ვინც არ მარხულობთ ნუ დავზრახავთ იმას ვისაც არაცვია იმ დონის ბრენდები, ვისაც არ უგზავნიან, ნუ ვატკენთ გულს იმ ემიგრაციაში წასულ ჩვენს უსაყვარლეს ადამიანებს, რომლებიც ღიად წერენ უკვე ემიგრაციაში მყოფი ქალბატონები და ვიდეოებს წერენ, რომ მათი ტკივილით, მათი ცრემლით, მათი უძინარი ცხოვრებით, რომ ამბობენ და აკეთებენ იმას, რომ მათი შვილები იყოს დაპურებული და განათლება ბევრმა ადამიანმა ვერ
ვერ მიიღო განათლება და ცდილობს რომ ყველაზე მნიშვნელოვანი განათლება გადაგვარჩენს, იმიტომ რომ კარგად განათლებული და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი არასოდეს არ მოკლავს არავის და ამდენი აუცილებლად ვიტყვი რომ ამდენი საშინელება რაც ხდება დღეს ჩვენთან ქვეყანაში, სხვა ქვეყანაში ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ ამდენი ნარკომანი ვერ იქნებოდა ვიღაცები ხელს რომ არაფარებდნენ, ამდენი სასამართლოების სავსე არ იქნებოდა, ამდენი ძალადობით და მოუგვარებელი საქმეებით არ ყოფნის ამდენი იურისტი ყავს ჩვენ და არ არის შედეგი დადებული, არ გვეყოლებოდა ამდენი განადგურებული, ატირებული ბავშვი და დააკვირდებოდა ყველა რომ ერთმანეთის მასწავლებლები თავის შვილებსაც რომ მასწავლიან თვალთვალს და უწერენ სკოლაში ერთმანეთს ბავშვებს მასწავლებლებს აი ეს ზიზღი, აი ეს შიში, აი ეს სიძულვილი მე როგორც ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძე და ქალბატონი თამარ ფეიქრიშვილი როგორც მხატვარი, პედაგოგი, შობელი უამრავი გამოცდილების, ანუ ბევრწლიანი გამოცდილების მასტერკლასებით მარტო ეს არ შველის რომ სამჯერ შევისუნთქოს ერთ-ერთი ტექნიკაა, როდესაც სხვადასხვა სეანსების დროს ვერ შეისუნთქავ, როდესაც ადამიანი მოდის და გიჭრის რაღაცას, ვერ მარტო შესუნთქვა არ გვიშველის ჩვენ იმისათვის რომ თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ერთ-ერთი ტექნიკა, მე გამომიყენებია ხშირად, 3 წამი შესუნთქვით, გაჩერებით, 3-3-3 ქვია და 3 წამი გამოსუნთქვით. ვისაც შეუძლია 10 წამიც, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და შეუძლია 10 წამიც გააჩეროს, იმიტომ რომ სახში თუ სიმყუდროვე არ არის, ბავშვებს თუ სკოლას უცვლით, სამხატვრო სტუდიას, მუსიკალურ სტუდიას, ცეკვის სტუდიას თუ უცვლით იმისათვის რომ ვიღაცამ ვიღაცის შვილი არ შეიყვარა ან ვიღაცა რაღაცა განსაკუთრებულად არის ჩაცმული და მშობელი იქ არის უკმაყოფილო, თუ თქვენ და ყოველი ჩვენთაგანი ვისწავლეთ ერთმანეთისადმი ზრუნვას და ერთმანეთისადმი პატივისცემას, ერთმანეთის მოსმენას და ერთმანეთის დახმარებას ამდენი ნარკომანი, ალკოგოლზე დამოკიდებული, ტოტალიზატორზე დამოკიდებული, ხელდაფარებული, უკვე საკმაოდ დიდი შვილები არ ეყოლება არც აი მე მიგრანტებს და ამდენი ოჯახში ძალადობა არ იქნება სიხარბის გამო და ამდენი თაღლითი არ ეყოლება ქვეყანას გაფუჭებული ცხოვრების, სხვისი ცხოვრების დაშინების და განადგურების გამო. აი ასეთი გადაცემა გქონდა ჩვენ დღეს ჩემთან სტუმრად გახლავთ ქალბატონი თამარ ფეიქრიშვილი, ძალიან საყვარელი ადამიანი, ძალიან კარგი ახალგაზრდა მხატვარი ქალბატონი და პედაგოგი მე, ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძე ვარ, საავტორო გადაცემით სიყვარულის მატარებლები. მატარებლებში ჩვენ სიყვარული უნდა ვატაროთ გულით და შემდგომ აი ეს სიყვარულის მატარებლები, გულით მატარებელ, სიყვარულის გულით მატარებელი ადამიანები რომ ხვდებიან ერთმანეთს, აი მაშინ ხდება ყველაზე დიდი ბედნიერება და მაშინ ვარ ჩვენ ქრისტიანებიც, ადამიანებიც და სხვის გამო, სხვისი დაჩაგვის ხარჯზე აშენებული ცხოვრება არ არსებობს. ნახვამდის. I've lived